სკოლაში ოჯახი ხარ ოჯახი კაპიტანი ამალით გესალმება თქვენ კაპიტანი ამალით გეხმარება თქვენ ჩვენთან ერთად იყავი სანამ სკოლაში ოჯახებოს სწორდით და გაცოცხლეთ ნოტები მე ვარ ბუა ყოჩაღების ქუჩიდან გადამიყენეს ამ ყოჩაღებმა თუიდან სწავლობს ათიანზე ყველა შემოგვიერთდი ოჯახების ქუჩაზე ოჯახების ქუჩაზე დილა მშვიდობისა ჩემო ყოჩაღებო როგორც ტელეეკრანებთან ასევე სტუდიაში მოგესალმებით კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ყოჩაღების ქუჩაზე ალბათ მიხვდით უკვე დღეს ჩვენ სკოლობანას ვთამაშობთ ყოჩაღებო ახლა ზარი დაირეკება მოусმინეთ გაკვეთილები იწყება არ დაგაგვიანდეთ ეს რამბავია ეს სირცხვილი ეს რა მოიგონეს სარების რეტა სკოლობანა მომინდომეს მე აქ ჩემს ფინასთან ახლოს სკოლა და გაკვეთილები კარგი რო ყოფილიყო მე მინდა მესრებდა იქსიაროთ არ ვარგა სკოლა და ნიტლაც ცოტას დავდიოდი ხოდა ახლა რომ გაკვეთილები არ ჩაატარონ და ხმაური არ იყოს მე კიდე შესვენებებზე მე ისეთ რაღაცას მოვიფიქრებ რომ მაგათ საერთოდ სწავლის სურვილს დაუკარგავდა ჩემნაირი ბუები გაიზრდებიან თქვენ მიბრძანდით მე უნდა მოვიფიქრო ფიქრებუა დავწყე ოჩაღებო დროა გამოვავლინოთ ყველაზე სწრაფი მოსწავლე ახლა ერთი თამაში უნდა ვითამაშოთ აბა ჩანთები გაქვთ სახელმძღვანელოები გაქვთ და ვინ ჩაალაგებს ყველაზე სწრაფად სასკოლო ინვენტარს ჩანთაში დავიწყოთ დამაცადეთ დამელოდეთ შენ ვერ დაგელოდებით დრო დანიშნულია უი გოგოები რა სწრაფები არიან აბა ბიჭებო სწრაფად კარგია შეიძლება ითქვას ხუთივე მოსწავლე ძალიან სწრაფია ყოჩაღებო ესე იგი მე კი ფიქრობ ჩემი ნათელი რამდენიმე კუთხიანი გონებით მაგრამ იცით როგორი რაღაც უნდა მოვიფიქრო რომ მათ სწავლა არ მოუნდეთ თორე თუ ისწავლეს ეგ ყოჩაღები ჩემზე ჭკვიანები გახდებიან და მე ამ ქუჩაზე მე ისე ხმამაღალი სიტყვა აღარ მეთქმის მე ხოდა ახლა მე ჩემ თვითონ ბუა გავხდები პედაგოგი მასწავლებელი და ისეთ გაკვეთილებს ჩაუტარებ საერთოდ დაიკარგება და სწავლის სურვილი გენიოსი ხარ ბუა კეთია
დამოწადეთ, აბა დავიწყეთ სირბილი წრეზე. გავრბივართ. სწორი სუნთქვა არ დაგავიწყდეთ. კარგია, აბა ხელები მაღლა. ჩამოვწიეთ. ვერძე. ვითომ თვითმფრინავები ხარ. წინ ხელები. ეხლა ერთი ხელი წინ, მეორე უკან. შევცვალეთ. ეხლა ორივე ხელი უკან. ახლა წინ. ვერძე. მეორე ვერძე. დავატრიალეთ ეს ხელები. ვითომ კომბაინია. გავჩერდით. ზარი დაირეკა. კაპიტანა, შენ ხო დირექტორი ხარ? ხეთი, მე ვარ ვითომ დირექტორი, ვთამაშობთ. მასწავლებელი სადაა კაპიტანო? მასწავლებელი, ახლავე წავალ და მოგიყვანთ მასწავლებელს, ვინც გაკვეთილებს ჩაგიტარებთ. დამელოდეთ. არ არის საჭირო, როგორ გეკადრებათ. მე ვარ თქვენი პედაგოგი, მასწავლებელი, პირდაპირ განათლების სამინისტროდან გამოგზავნილი. უკვე გაიგეს სკოლობანას რომ ვთამაშობთ? ნიაუ, საინტერესოა. აბა, ეს სიავნა მოვიკითხო ბავშვებო. ერთი გოგო? ვარ. მეორე გოგო? ვარ. მესამე გოგო? ვარ. ზოლიანი ბიჭი? ვარ. მეორე ბიჭი? ვარ. კატა? სათხარ? დაგიდახე. აბა, ბავშვებო, მე როგორც წარმომადგენელი პირდაპირ განათლების სამინისტროდან გაკვეთილი უნდა ჩავატარო. აბა, რა გაქვთ გაკვეთილად? რა გაკვეთილი გვაქვს? ახლა მოთხრობა უნდა წავიკითხოთ. მოთხრობა უნდა წავიკითხოთ? ძალიან კარგი. აბა, აიღეთ წიგნები. გადაშალეთ 20 გვერდზე. ახლა ეს წიგნი, აი ასე, გადაშალეთ, გადამოატრიალეთ. დადეთ თავი. დაიწყეთ ხრინვა. ეს როგორი კითხვის გაკვეთილია? გაკვეთილი. ნიაუ, ასე როგორ წავიკითხავთ? ვინ გამაღვიძა? ვინ? შენ? ერთი უნდა მოვიდე თვალებში ჩაგხედო ერთი. რა ოჯახში გაიზარდე? რა ოჯახში უნდა გაზრდილიყავი? კატა. აბა, შემდეგი გაკვეთილი ბავშვებო მითხარით. რა გაკვეთილი უნდა ჩავატარო მე იქიდან მოსულმა განათლების სამინისტროდან? მითხარით? მათემატიკა. მათემატიკა ეს როგორი კითხვის გაკვეთილია? ხრინვის გაკვეთილია ეს. აბა, მოვიმარჯვეთ წიგნები. მათემატიკის გაკვეთილს ვიწყებ. გადავშალეთ უკვე 63 გვერდზე. გადმოვატრიალეთ წიგნები. გადმოვატრიალეთ. ასეთი პროგრამა წელს. დადეთ თქვენი ლამაზი თავები. ისევ? ნუ მე პასუხები შეკატაშინა. ნიაუ, ბოდიში. გონი მართლა ჩაიძინა, ჩვენ არ გვინდა ძილი. არც მე არ მინდა მიაუ. მოდი სანამ ჩვენს მასწავლებელს ძინავს, ჩვენ ყოჩაღებს ვთხოვოთ. გვიმღერონ მიაუ. კარგი აზრია, მიუ. მაგონდება რუბლის ფთილები გამჭირვალე გვიმის ღილები ვინიცის სადარის ზღაპრული ქალაქი სიმღერით ნათქვამი ტკბილი არაგი ახდენილო
რა მომივიდა? ვინ გაბედა? ჩემი პედაგოგის გამიწება. ანუ მე ვინ გამაღვიძა? ჩვენ არა მიაუ. სხვა ყოჩაღები მღეროდნენ. სხვა ყოჩაღები მღეროდნენ. ოდა, მაშინ მე გეტყვით რომ გაკვეთილები დასრულებულია, ყველანი თავისუფლები ხართ იქ-იქ სახლებში. ახლა სპორტი უნდა გქონოდა. რაო, სპორტი ვერ ვიტან. როგორ მიყურებენ? არა, ვერ ვიტან როცა ამბობენ, სპორტს ვერ ვიტანო, თორე სპორტი როგორ არ მიყვარს. კარგით, გინდათ სპორტის გაკვეთილი შევატაროთ? გინდათ, კარგით. აბა, ბავშვებო, დადეთ თავები მაგიდაზე. აიცინეთ და მაგარი სპორტი. ვაიმე, თქე სიზრებად. არა, კაპიტანი დაგვპირდა დღეს სპორტსმენებთან ერთად უნდა ვივარჯიშოთო. მერე სედერის თქვენი კაპიტანი, სედერის. პაპუ არ არის. უკვე დაასრულეთ მათემატიკა. თუ ასეა, ყველას სპორტზე გელოდებით. რა მეტიჩარა ეს კაპიტანი. სპორტს უნდა დავესწრო. მეტიჩარა. ჩვენ ვიწყებთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს და დღეს გვყავს ვაშკაცი მორაგბეები, გუნდი ლელო. და გვექნება ესეთი ბიჭური ვარჯიშები გვექნება. გიორგი, მიიღე პასი ჩემგან და აბა შენც გითხარი, რა ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ? დღეს ჩვენ დავიწყებთ ვარჯიშს თავით, შემდეგ გადავალთ მხრებზე. თავით რა ვარჯიშია, ბევრი უნდა ვიფიქროთ? არა, თავის გახურება და თავის კისრის გახურება ესე იგი. დიახ. შემდეგ გადავალთ მხრებზე, შემდეგ მაჯებზე და შემდეგ წელზე გადავალთ, წელიდან მუხლებზე, მუხლიდან კოჭებზე და მერე აჯიმანიებს და პრესებს გავაკეთებთ. მერე აზიდოები გვექნება და მუცლის კუნთების ვარჯიშები. ესე იგი, ჯერ უნდა გავახუროთ კუნთები, იმიტომ რომ მერე ჩვენ გვექნება შერკინებები გვექნება, უშუალო ორთაბრძოლა გვექნება და რომ არ დავიზიანოთ კუნთები, ამიტომ ჯერ დავიწყოთ კისრის ვარჯიშებით. აბა გვასწავლე? ვატრიალებთ თავს. ვატრიალებთ თავს. მეორე მხარეს. მეორე მხარეს. თან შეგიძლიათ გარშემო დაათვალიეროთ ყველაფერი თავს ვატრიალებთ. შემდეგ მხრებს ვაკეთებთ. აჰა, მხრები. ახლა მე უკან. ვითომ ზურგზე ვწურავთ. ახლა ვაკეთებთ მაჯებს. გავახუროთ მაჯები. მეორე მხარეს. ახლა წელის ვარჯიში უნდა გავაკეთოთ. ადვილია ესე, დავატრიალოთ წელი. აბა ბიჭებო, ივარჯიშეთ ჩვენთან ერთად. ახლა მეორე მხარეს. მეორე მხარეს. ახლა მუხლები. მეორე მხარეს. ხო? მეორე მხარეს. ახლა კოჭები. აი, კოჭებში გეტყობათ, რომ მაგარი მორაგბეები ხართ. მეორე ფეხი. ახლა აზიდოებზე გადავიდეთ. ეს ჩემს გარეშე თუ შეიძლება? ახლა მუცლის კუნთის ვარჯიში. ეს არის მუცლის ვარჯიშები. ჩვენ კუნთები უკვე გავახურეთ და უკვე შეგვიძლია სარაგბო ილეთი ვისწავლოთ. სანდრო, რა ილეთს გვასწავლი ხო შენ? ჩვენი შემდეგი გახურებაა შებოჭვა. შებოჭვის დროს რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დავიხაროთ დაბლა და უნდა გავაკეთოთ შებოჭვა ფრით. შებოჭვის დროს არ შეიძლება რომ გავაკეთოთ კისერში, რადგან არის ჯარი. გააგდებენ. ჩემ ყოჩაღმაყურებელს, ვინც ამას გააკეთებს. დიახ. შებოჭვის დროს ვარ დაგვიზიანდეს თავის მნიშვნელოვანია რომ თავი გავწიოთ ხრის საწინააღმდეგო მხარეს. ვარ დაგვიზიანდეს. გასაგებია, მაშინ ახლა მე შებოჭვას უარ მინდა, მე გავალ და თქვენი ვარჯიში. გიტოვებ ყოჩაღმაყურებელს. აბა წარმატებას გისურვებთ. ეხლა ჩვენ განახეთ როგორ კეთდება შებოჭვა. წავიდეთ.
Hop. 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 Bravo. ცოტა დავიღალე და მშია. მოგშივდა. მე რას მიკეთებს ის კაპიტანი? ისი მაგნისია საერთოდ ბატონო დირექტორო, ჩემს ბეჯით მოსწავლეებს შიათ და მეც შია. ახლავე ყველაფერს მოგვარებენ ჩემი ყოჩაღი მზარეულები. მე ანანო ვარ. მე ნუცა ვარ. ჩვენ ყოჩაღი მზარეულები ვართ. დღეისათვის ჩვენ წითელ ქუდას მოგიმზადებთ. ამისათვის დაგჭირდება ხაჭო, ჯემი და ვაშლი. ჩვენი წითელ ქუდა კივის ტყეში გაისეირნებს. ბანანის ჩანთა ექნება. და ყველაფერს ბანანის მზე გააბწყინებს. დავიწყოთ. წითელ ქუდას დაღაპარი ხომ ყველას გახსოვთ? რა თქმა უნდა გახსოვს, ბებიასთან ეჩქარებოდა. ის მგელი თუ გახსოვს, მსუნაგი. მოდი მაგის აპლიკაცია სხვა დროს გავაკეთოთ. მონადირე რომ არ ყოფილიყო, ნეტავ როგორ დამთავრდებოდა ეს ზღაპარი. ვიცი, მაინც კარგად დამთავრდებოდა. ჩემი ძალიან გემრიელად გამოიყურება. დავამთავრო და მე ჩავით ბალონებს bis. გონი ძალიან კარგი გამოგვივა. რამე კი ჩარა წითელ ქუდა. ჩემ გოგონას ეთყობა რომ ძალიან ეჩქარება ბებიასთან. არც გლისეშინია და სიმღერით მიდის. გონი ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. დრო დავისვენოთ. წითელი ქუდი მახურავს, ბებიკოს მოგწოვილია, გემრიელად მირთვით. აბა ერთი ვნახოთ. რა წიგნები გვაქვს მოტანილი? ერთი შევხედო, თქვენ შეგიძლიათ არ გამოიხედოთ. აბა რა წიგნებია? ოპა. ეი, სულ გადავყარე. აბა შენ წიგნები მაჩვენე? ეს შენ აღარ დაგჭირდება, დამიჯერე. მიაუ, რას საკეთებთ? აი. ქიმიის წიგნი ვიპოვე. ეგინდათ ჩემო ბეჯითო მოსწავლებო, ერთი ქიმიური ცდა ჩავატარო, ჰა? დიახ, მასწავლებელო. მაშინ მოიმზადეთ. ნახოთ, ესე იგი კალიუმი, ოქსიდანტი, მშავა, ვიწერია. მოდი, ჩემი ბურად ჩავატარებ, მე რო ვიცი. აბა, დავიწყოთ. ეს უნდა დაახლოებით 7, 8 ან 28 გრამი. შევყაროთ. მითინდა მორიო.
მასწავლებელო, მეორე ფურცელიც უნდა გადაგეშალოთ, მიაუ, აქ კიდევ რაღაცეები წერია. ჩემმა დიდმა ბაბუამ დამიტოვა იმის ეზოში ეხარა სქვიშა და ისეთია რომ სხვას კი ვერ იშოვი უნდა ორი წრეთი ეს სითხე ერთი ორი მოიწმინეთ ცოტა ხანი ეს რა ხდება ბავშვო ხომ არ აუფეთქდებით ვაიმე, ახლა რა მოხდება? თავს ვუშველოთ, ყოჩაღებო. ეს მიყურებთ რანაირად მიცნეს მაინც ვერ გავიქე იცით რა მე ქვეყნის საქმე მაქვს უნდა წავიდე სახლში საშინაო დავალება უნდა მომზადო კარგად იყავით კარგად მოვივა ყოჩაღებო როგორი კვამლია რა არის ეს ყოჩაღებო ახლავე დაგეხმარებით იმის წიგნი აქ არის აბა მოგონებო წამიკითხეთ რა უნდა გავაკეთო რომ ეს კვამლი გავფანტო მითხარით წითელი სითხე ცოტა მაგნიუმი და კალიუმი გასაგებია ახლავე როგორი კვამლია ახლავე აბა ყველაფერი რიგზია აი ხომ ხედავთ ბავშვებო კარგად უნდა ისწავლოთ თუ კარგად არ სწავლობ ყველაფერი შეიძლება აი ასე ცუდად დამთავრდეს ამიტომ დაიმახსოვრეთ მომავლისთვის ყველაფერი 10-იანზე უნდა ისწავლოთ ამათ როგორ უნდა მაჯობონ მე ბუას როგორ მეცდა არ გამომივიდა რადგან ქიმიაზე არ დავდიოდი რა თქვენ გონიათ მე არ ვიცი რაღაცები ებახაბუხს გაკეთება ეხლა ნახეთ რეპს ვიწავ აბა ბუბლი ეს ამაში შევასხი ეს მორია და გადმოვასხი და ბოლოს აი ეს უნდა შევასხეთკა აფეთკდა შემიხინდა დღეს საინტერესო დღე იყო სახალისოც მართალია ბუამ რაღაცები აურია მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა ახლა ჩვენს ყოჩაღმაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ სიმღერით გემშვიდობებით ნახვამდის მეგობრობას უსტითხელებს და მსოფლიოს ვარდენ ჩვენს ხმებს ჩვენ ვართ დიდი მომავალი სიყვარულის კარგავთ ფერებს ზეცადა ნათელი თვალები უსაზრო სიტყვა ხიმილი ულები ჩვენ ვართ ერთი ვამბობ ერთმანეთს ლა 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 ლა
გამარჯობა მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ყოჩაღების ქუჩაზე. აქ უამრავი თავგადასავალი გელოდებათ. გამოგვიგზავნე ნახატები და მიიღე მონაწილეობა საბავშვო გამოფენებში. ისწავლე ამბანი ჩვენთან ერთად და გააფერადე ფიგურები. გაინტერესებთ როგორია ნამდვილი ყოჩაღი. დაათვალიერეთ ყოჩაღების ფოტოები. ჩვენთან არასდროს მოიწყეთ, როცა მოისურვებ, აქ იმღერებ და იცეკვებ. გინდა გახდე ნამდვილი ყოჩაღი. მაშინ საკუთარი ჯადოსნური ხელებით დაამზადე გემრიელი და სასარგებლო საუზმე. წარმატებას გისურვებ. შევხვდებით ყოჩაღების ქუჩაზე.